მოგესალმებით, თქვენ უყურებთ გადაცემას თქვენი პარლამენტი, ტელეკომპანია ბოლნელის ეთერში, სტუდიაში მუშაობს ანა კანაპლევა. დღევანდელი გადაცემის თემა საარჩევნო კოდექსი. რა ცვლილებებს ითვალისწინებს კანონპროექტი, ამაზე ვისაუბრებ ჩვენ სტუმართან. ფრაქცია ძლიერი საქართველოს წევრთან, ბატონ გურამ ჩახვაძესთან. მოგესალმებით, ბატონო გურამ. მოგესალმებით. ჩვენი გადაცემის ფორმატის მიხედვით ჩვენ სტუმრად ვიწვევთ როგორც უმრავლესობის, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებს. მაგრამ სამწუხაროდ გურამ ჩახვაძის ოპონენტმა ბოლნისის მაჟორიტარმა დეპუტატმა ბატონმა კობა ნაყოფია მოსვლა ვერ მოახერხა. ამიტომ დღეს ჩვენ გვეყოლება ერთი სტუმარი. ბატონ გურამ, სანამ კითხვებზე გადავალთ, თქვენ შეგიძლიათ თქვენი პოზიცია დააფიქსიროთ საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით. საარჩევნო კოდექსმა სამართლებრივად უნდა უზრუნველყოს მომავალი საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულ და თავისუფალ პირობებში ჩატარება. ნაციონალური მოძრაობის მიერ შემოთავაზებული კანონპროექტი საჭიროებს სერიოზულ ცვლილებებს, გარდა შეთანხმებული მუხლებისა, ჩვენ ველით ხელისუფლებისგან პოლიტიკურ ნებას რომ მივაღწიოთ შეთანხმებას, ანალოგიური მოლოდინი აქვს საერთაშორისო ორგანიზაციებს და ჩვენ მეგობარ სახელმწიფოებს. დიდი მადლობა და ახლა კითხვებზე გადავიდეთ. არჩევნების დღეს პარტიების წარმომადგენლებს ექნებათ საშუალება მონაწილეობა მიიღონ ბიულეტენების დათვლის პროცესში. თქვენი აზრით, დადებითია თუ არა ეს ცვლილება? რა თქმა უნდა, ეს არის დადებითი მომენტი, რაზეც შეთანხმებას მივაღწიეთ, მაგრამ არის კიდევ სხვა მუხლები, იგივე ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება, რომელიც პრობლემას შექმნის ჩვენი ამომრჩევლისთვის, რომ მან მიიღოს თავისუფალი გადაწყვეტილება. აი ამაზე არის სამუშაო ჩემის აზრით და ეროვნულ დემოკრატიული პარტიის აზრით. როგორ მიგაჩნიათ, უნდა ყავდეს თუ არა ყველა რაიონს მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში? ჩვენი სისტემა უკვე ჩამოყალიბებული არის, მაჟორიტარები არის რაიონებში, არის პროპორციული სისტემა, ეს ბალანსი დაცული არის და მე ვფიქრობ, ეხლა ამისი გადახვედრა არაეფექტური იქნება და ეს ბევრ გაუგებრობას გამოიწვევს ჩვენს მოსახლეობაში. მადლობთ. საქართველოს გარდა შეგიძლიათ თუ არა დაასახელოთ ქვეყანა, სადაც ნებისმიერ პარტიას ეძლევა უფასო სარეკლამო დრო საარჩევნო კამპანიის წარმოებისთვის? მე ეს არ შემიძლია, სიმართლე გითხრათ არ მახსოვს, მაგრამ ყველა ქვეყანაში განსხვავებით საქართველოსი არის დაწესებული ზღვარი, კომერციული ფასი, ტარიფები ყველა კერძო თუ სახელმწიფო ტელევიზიაში, რომ თანაბარი ხელმისაწვდომობა ჰქონდეს ყველა პოლიტიკურ პარტიას, რაც სამწუხაროდ საქართველოში არ არის და ეს ხარვეზი არის გამოსასწორებელი. და ბოლოს თქვენ შეგიძლიათ შეაჯამოთ ჩვენ დღევანდელი საუბარი 25 წამი გაქვთ დრო ისე. სულ ეხლახანს მიიღო ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საგზაო რუქა საქართველოსთვის, რომ ჩვენ გავწევრიანდეთ ნატოში და ევროკავშირში. იქ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი არის საარჩევნო კოდექსი და არის რჩევები. ხელისუფლებამ ეს უნდა გაითვალისწინოს, რომ ჩვენ რეალურად გადავდგათ ნაბიჯი დასავლეთისკენ. დიდი მადლობა ბატონ გურამ, რომ იყავით ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი. ასეთი იყო თქვენი პარლამენტი დღეს, მე ამით გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.